სამშაბათია დღეს. შესაბამისად, თაკო ჩხეიძის საავტორო რუბრიკის დროა, შენი დრო, ასე ქვია ამ რუბრიკას, თქვენ კარგად იცით უკვე ეს და მოვიწვიოთ ახლა თაკო ჩხეიძე სტუდიაში და თავად თაკო გვეტყვის რა ხდება, რა თემაზე აქვს დღეს თავის რუბრიკა, სტუმარი ვინ ეყოლება და ასე შემდეგ. თაკო ძალიან მოგვენატრე. ასევე ძალიან მომენატრე. დილამშვიდობის. ხვავილებია სტუდიაში. გოდერძის ეზოსი. მართლა ეზოდან არის. საოცარი ფერებია და უხდება ჩვენ ეთერს ნინო რა ლამაზი ხარ. შენ გენაცვალე ასე დავუბრუნდეთ ჩვენ თემას, ესეთი აქტუალური თემა გვაქვს. ზაფხული ბავშვობის ყველაზე ფერადი მოგონებების დროა. ბევრისთვის ეს მოგონებები სწორედ სოფელს უკავშირდება. დილას ჩიტების ხმაზე გახვიძებას, ეზოში თამაშს, სუფთა ჰაერს, ბუნებას და ბებია ბაბუასთან გატარებულ დღეებს. დღევანდელ სწრაფ და ციფრულ სამყაროში სულ უფრო ხშირად ჩნდება კითხვა. რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ზაფხულის ნაწილი მაინც ბუნებასთან, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით გაატარონ. სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ დღეს ჩვენ სტუმართან, მსახიობთან და ტელეწამყვანთან, ნანუკა გულუასთან. ნანუკა, გთხოვთ ეთერში. სტუმართან არა, მასპინძელთან. მასპინძელიც არის უკვე, სტუმარიც არის, ჩვენი კოლეგაც არის. რამდენი ხანი არ ყოფილვარ ეთერში, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. თქვენ ნამდვილად ძალიან მომენატრეთ და ძალიან დიდი მადლობა. ამ სკამშილა თავის სუფლა ჩამჭა. რა ხანია მაყურებელს ტელევიზორში არ უნახეთ. ეხლა დავუბრუნდები წინა სტუმრობას, როდესაც შენ იყავი ჩემი სტუმარი და დავაანონსეთ დიდი პროგრამა გახთომასთან და სრულყოფილებასთან დაკავშირებით ქალებმა როგორ უნდა დავიკლოთ წონა და დიდი კომპლიმენტი გითხრა ამ თემასთან დაკავშირებით ფანტასტიურად გამოიყურები. ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ეგ ყველაფერი პირადად ჩემთვის და ჩემი გოგონებისთვის და კიდე მილიონი მაყურებლისთვის, რომლისთვისაც ძალიან დიდი мотиваცია ეს ყველაფერი. ნამდვილად და აგერ სახეზე არის ძალიან გამიხარდა ნანუკა შენი სტუმრობა, ვიცი რომ ბევრი გაქვს მოსაყოლი ამ თემასთან დაკავშირებით, ეხლა ყველა გადავედით ჩვენს ბავშვობაში და მართლა რადიკალურად განსხვავებული არის ჩვენი ბავშვობა და დღევანდელი ჩვენი შვილების ბავშვობა. ბავშვობა, სოფელი, ბუნება, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. სხვათა შორის ჩვენ ნუ მე ზუგდიდში გავიზარდე, იქ დავიბადე, იქ მოვკვდები, წავედი პათოსში. მოკლედ ეს უბნური, ეს ეზოში თამაში, ცხოველები, ბუნება, ეს გარემო, რაშიც მე გავიზარდე, დღეს პირდაპირ სპეციალისტები გაძლევენ სანიშს, რომ თუ გინდა რომ შენი შვილი იყოს განვითარებული და თუ გინდა რომ შენი შვილი იყოს ჯანმრთელი, უნდა კონდეს ზუსტად ისეთი ცხოვრება, როგორიც მქონდა დაუშვათ მე და მქონდა ჩვენ ბავშვობაში. სულ გარეთ, ფეხში შველი, მიწასთან, ბუნებასთან, ცხოველებთან, მის თანატოლებთან და ბევრ ხალხთან ორი დიდი პარკი ჩავდიოდი ეზოში. ძალიან ბევრი პედაგოგი, მკვლევარი, მეცნიერი ამბობს, თუ ბავშვი არ ცელკობს, ააცელქეთ სპეციალურად. გააგდეთ ქუჩაში, წვიმაში ირბინოს, ტალახში იგორაოს, რაღაცეები იქნას, იმიტომ რომ მომავლისთვის ეს მისი ჯანმრთელობის და ფსიქიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ჩვენ თავ ლაპარაკობთ არამატო ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზე, რომელიც მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. არა, ეს გადატვირთვა ასევე, ბუნებასთან ურთიერთობა, ფიზიკური აქტივობა ახსენე შენ, თამაში, ველოსიპედებით, რა ვიცი, ჩვენ რაც არ თამაშობდით ბავშვობაში, დამალობანა, დახუჭობანა, წრეში ბურთი იყო ერთი ამბავი. ესეც ხო სპორტული აქტივობაა, რეზინოვანა. კი, აი ის რაც ჩვენ გვქონდა თურმე იყოს სწორი და ის რომ ჩვენ გადავრჩით და ჩვენმა განვითარებამ რაღაცნაირად შეძლო, რომ ის 90-იანის ბავშვები გადავრჩენილიყავი თურმე იყო ამის შედეგი. როგორ უგეგმავ ბავშვებს აი სოფელში დასვენებას? ნახე როგორ გეგმავთ. მე მოგეხსენებათ, რომ ვარ ცოტა რა ადეკვატური და გიჟიდე და გაუშვი სოფელში ან გაუშვი ბებია ბაბუასთან და შენ დარჩი, ეს გამორიცხულია ჩემს შემთხვევაში. ჩვენ ხვალიდან ვიწყებ დიდ მსვლელობას, ჯერ მივდივართ სურამში, იმიტომ რომ მე ჯერ არ დამისრულებია საეთერო მოღვაწეობა და შესაბამისად ახლოს უნდა ვიყო, რომ შაბათს ჩამოვიდე, წავიდე, კვირას ჩამოვიდე, წავიდე. ეს ორი კვირა ვიქნებით სურამში, ზღაპრულ ადგილას, ტყეში, აუზთან, ქვიშასთან, მიწასთან, წერებთან, ფრინველებთან, ბუნებაში. მეყოლება ეს სურამი რეკომენდირებული არის ასევე პედიატრების მიერ ბავშვებისთვის, რამდენიმე წელი უნდა იარო.
გავლილი მაგ ჩვენი კურორტები და ჩვენი ჰაერი რომ ასკლად მასეც არ არის. მაგრამ ხო ხო არა ჩვენი კურორტები და ჰაერი ნუ თავისთავად კი მაგრამ ჰაერი ხო ძალიან რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ჟანგბადი ჟანგბადი და სუფთა თავისთავად. როგორც აქ ბავშვებისთვის ასევე გვექნება გაცილქება ამათ არ ჭირდებათ იმიტომ რომ ოთახშიც გეგმავენ კედელზე როგორ გაიარონ და ამის მონახას საკეთებს სამივე ერთად და ჭერი დამხსნი კი ბატონო და შესაბამისად მიხარია რომ ექნებათ დიდი მოედანი სადაც თავისუფლად ირბენენ და ითამაშებენ. შემდეგი ჩვენი გაჩერება არის ბაკურიანი სადაც მივდივართ მეგობრები და ჩვენი შვილები და ჩემი ოცნება იყო რომ ჩემს მეგობრებს ყველას დიდი შვილები ყავთ და მეთქი იმას ვერ მოვასწრებთ ხო რომ აი შვილები ერთად იზრდებიან აღმომაჩნდა რამდენიმე რომ ჩემსავი დაიგვიანა და მოკლედ ყველანი ერთად მივდივართ არასოდეს არ არის გვიან დედო არასოდეს არ ყოფილა გვიანი და მივდივართ იქაც გადასარევად ვიქნებით მე მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება მექნება და ბავშვებს ერთმანეთთან და ბოლო გაჩერება რა თქმა უნდა აღარ მასაუბრო ამაზე უკვე შენი ლაპარაკი ძალიან თომეულად დავიღალე რა ზუგდიდი ლონდონი ნიუ-იორკი რაც გინდა და მეც მაქვს მოსაყოლი ზუგდიდზე მაგრამ ახლა ზუგდიდიც არის და ხონდა მოვყვეთ ზუგდიდიც არის და ზუგდიდიც მაგალითად ხომს რო ჩაზილავენ ყველზე და აჯიკაზე იქვე ბაზარში გარბიან და ცხელ-ცხელი ყველაფერი და ცივ-ცივი ახალი ნატურალური თან დედა ჩემი იქ იქნება და ეხა დედა ჩემის ყვება არის არ ვიცი ახლა ბავშვების ყვება სოფელში ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ბავშვები რო ჩადიან სოფელში ბებიები ბაბუები ყველაფერს პირში კედიან რომ ცოტა სახეზე ფერი მოუვიდეთ და ლოკები მობუტკუნდნენ წონაში ცოტა ამის უფლებას იძლევი როგორც დედა თუ არა არა რა თქმა უნდა და მე დედა ჩემი არ იქნება უცხო მასპინძელი ჩვენთვის იმიტომ რომ აქ მყავს ოკუპირებული და მუდმივად მეხმარება შესაბამისად ორმაგდება ყვება კი შესაბამისად ჰაერზეც ორმაგდება არა მარტო ჰაერზე ხო უფრო არა მე მაინტერესებს აი ხარ რომ დაждდა და დაწურულად ყვება აქ რომ არა არ მისაშე ბავშვმა ხაჭაპური ხო უნდა ჭამოს მომისმინე ჯანსაღი ყველაფერი უნდა ჭამოს ხაჭაპურიც უნდა ჭამოს ფაფაც უნდა ჭამოს ელარჯიც ხომიც წიწილაც ხორციც და ყველაფერი არა ჯანსაღი აქ მხოლოდ არის კომპოტი მურაბა ტკბილი შოკოლადი ნაყინი ორცხობილები და კიდე უბედურება სოფლის აი კარგი ნაყინი რო იციან სოფელში ადგილობრივი გაკეთებულები არა ჭმეულ ბავშვებს არა იცი რა არის ერთადერთი პირველად როცა მე ნინას გავასინჯე ნაყინი ეს იყო ზემოთხსენებულ ბაკურიაში სადაც ესე უბნურად ვისვენებდი და ბავშვები ყველა ნაყინით იყვნენ უკვე მივხვდი რომ აი არ ჭამა ნინასთვის უფრო მეტად დამაზიანებელია ვიდრე ჭამა ამ ნაყინის და ნუ რაღაცნაირად გამოვიგონეთ ამ ნაყინთან ურთიერთობაც აი რას სწავლობს ბავშვი სოფელში თქვათ რასაც ვერ ისწავლის კურორტებზე ქალაქში ან ყველაზე მნიშვნელოვანს სწავლობს ხალხთან, მეგობრებთან, ადამიანების ახალი ადამიანების გაცნობას, მათთან ურთიერთობას, აკვირდება იმ ურთიერთობებს, ვაიმე ჩამოხვედი კოცნა, სიყვარული, რუზრუზი, ანუ ჩემთან სახლში ზუგდიდში, ანუ რა მოხდება ზაფხულში, ანუ ამის წარმოდგენაც არ მინდა, აი ყველანი ჩვენ ძალიან ბევრი ვართ მამიდაშვილ, ბიძაშვილები და ესენი ყველანი ვიკრიბებით ერთად და დილი და ღამემდე არის რუზრუზი, გარდა ამისა, ის აქტივობები, რომელიც ჩამოვთვალეთ და ვთქვით რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს არის ეზო, ეს არის ეზოში მილიონი აქტივობა, იგივე წყალი, იგივე ხო, ამას ვამბობდი. წუწაობა, ქვიშა, მიწა, ტალახი და მაგალითად ძაღლები, კატები. ცხოველებთან ურთიერთობაც მნიშვნელოვანია, რაღაც ზრუნველობასაც გამოიმუშავებს შემდეგ ბავშვი. ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სახლში ძაღლი და კატა არასოდეს ყოლია და მე მაგ შიში ცხოველების, ჩემი შვილები ძალიან მინდა რომ ამ შიშის გარეშე იყვნენ და ცხოველებთან არაჩვეულებრივი აღზრდელი მყავს, რომელიც გიждდება ცხოველებსა და ბავშვებს შეაჩვია, რომ აი პირდაპირ უვარდებიან ცხვირპირში ცხოველებს და გიждდებიან მათზე და მეც რა თქმა უნდა არ ვუშლი და ეხა იქ ქათმები, ინდაურები, იქ ჩემს არაჩვეულებრივ მეზობელს და მეგობარს კურდღელი ყავს უკვე ბავშვებისთვის მოშინაურებული და კურდღელი და მთელი დიდი ამბები იქნება. სხვათა შორის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვებმა ადრეული ასაკიდან იცოდნენ რომელია ძროხა, რომელია ცხენი, რომელია თხა. ოღონდ ეს სერიოზული
თითქოს სასაცილოა, მაგრამ მართლა სერიოზული ამბავია. მაგალითად, როდესაც ჩემ შვილს სამეგრელოში ვტოვებდი, მე მაგალითად მეზობლებს იქვე ვაფრთხილებდი, რომ ანდრიას ელაპარაკონ მეგრულად. იმიტომ რომ ძირითადად კი ქართულია სალაპარაკო ენა, მაგრამ მიჩვენია რომ ბავშვმა მეგრულიც იცოდეს და შესაბამისად იყო გავფრთხილება რომ ბავშვს მეგრულად ელაპარაკე. იცი რა არის, ამასაც თურმე ასაკი ქონია. მეც ნულით ვიდა რომ დაუწყებდი სწავლებას, ეჭვი ხო არ გეპარება, მაგრამ ორ სხვადასხვა ენას თვითონ ინტერესი უნდა გაუჩნდეს. ნახე თვითონ ირევა, ჯერ პატარები არიან, უფროსი არის 3 წლის, 2 წლის და 1 წლის. აი ცოტაც და მე აუცილებლად ვასწავლე. ეხლა მე და დედაჩემი რომ რაღაცას მეგრულად ვაპარაკობ თან ჩემი დები, ნინას აქვს გაჭერილი ეს ინტონაცია და ეს ელაპარაკობ. მუნჩკუ მოროჩკუ მეუბნება. აყვა და უნდა ბავშვს რომ რაღაცა გაწოდეს. ეგრითთან მეც არაჩვეულებრივი მოგონებები მაქვს. ვიცი, ჩემო ძირფასო დღეს ამოვხსენი შენი სილამაზი 60-ანა მოყევი შენ თვითონ. ყოფილა დაკავშირებული? აბა, თანდაც როგორი ხო? ჩემი ბებია, მამის დედა არის სუგდიდიდან. აჰა, ამაშია საქმე, გასაგებია. ყველაფერი გასაგებია უკვე. და ბავშვობაში მეც მქონდა დიდი ბედნიერება ზუგდის ყოველ საფხულს ვეწვევდი ხოლმე, სადაც ფანტასტიკური. მართლმასპინძლობა, ფანტასტიკური მოგონებები. არა, იცით რა, ჩემი გვარი ჩხეიძეც. ჩემი გვარი არის დინიდან წარმოშობით, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია სოფელი. ანუ ესე ერთხელ მოხდი ამას წინათ რამოდენიმე წლის წინ იმხარეს და მე სიამონა რომ მოხდი აი ამ ჩემი გვარის წარმოშობის აიდანაც არის იმ სოფელში, მაგრამ სამწუხაროდ არ გაგვაჩნია. თუმცა აი ზუგდიდში დავდიოდი ხოლმე ზაფხულობით და მართლა არაჩვეულებრივი მოგონებები მაქვს. აი ხა რაც შენ ჩამოთვალე რაღაცა აი ყველაფერი დამიბრუნდა და აი დილით რა მახსოვს კიდე რომ ესე რომ შევდიოდი და აი ახალი დადებული კვერცხები რო გამოქონდა ხოლმე საუზმის ცხელ-ცხელი და თბილ-თბილი. აი ბავშვები ხა სოფელი ვახსენეთ ხო? ასევე უმუშავდებათ თუ არა ბავშვებს შრომის უნარიანობა სოფელში. რადგან იქ ბევრი საქმეა ხო? რა თქმა უნდა, დამოუკიდებლობას და აი ამ მიწასთან და აი ამ სხვადასხვა ნივთებთან შემხებლობაში, რა თქმა უნდა, ძალიან ვითარდებიან. თვითონ ჩემი ბავშვობა არ შეიძლება რომ არ ვახსენო, მე ბებია მყავდა ჩიქოვანი და ის იყო მუხურიდან წარმოშობით და აი დღემდე მახსენდება უთბილესად მის სამოსახლოში ცხოვრობენ არაჩვეულებრივი მისი ძმისშვილები და მისი საოცარი ოჯახი, ბებიების ოჯახი, სადაც როგორი ზეიმით მივდიოდი და როგორი ზეიმით ხვდებოდა მას მერე რა არ შემომივლია სად არ ყოფილა როგორ არ დაგვისვენია, მაგრამ აი ეს ბებიებთან მუხურში ის სითბო, აი იმ თაფლის რძის გემო, კვერცხის გემო, უსვაცხოვდნენ, აი ეს გემო მარცხვი ახალი დაკრეფილი. ანუ ყველაფერი არის დღეს ფიჭა, აი ეს და მათი ეზო და აი მგონია რომ იქ დამოუკიდებლად ყოფნა ჩემთვის სწავლობს ნახეთ სოფელში ეხა მარტო სოფელი სამეგრელო ხო არ არის რამდენი რეგიონის არის იმენი სოფელი მაგრამ ბავშვები ამით აგროვებენ ისტორიებს მაგალითად დილით როდესაც ბავშვს საბუდარიდან კვერცხი მოაქ თვითონ ეს მერე წლების მერე მისთვის ისტორიაა აი ჩემი ისტორია მოგრჩება მართლა სულრჩება და არასოდეს არ სადმიდის და მეცაც გეტყვით აი ეგ მუხურში რომ ჩავდიოდი ეს ბიჭები ვინც ოჯახში ცხოვრობდნენ ველოსიპედები ყავდათ და ძელი ქონდათ სადაც ვარჯიშობდნენ და აი რო ჩამოვედით მე და ჩემი და აი ჩვენი რაღაცა სპორტის ინტერესი გაფუებული ბავშვები იქიდან დაიწყო რომ აი რასაკეთებდნენ ისინი აი ამ ყველაფერს ხო და მე კარატე ეს ყველაფერი სადეთ ყველაფერზე ვიარეთ ანუ რაღაცა ინტერესები რასაც ნახულობ იქ მე გიღვივდება და შენც გინდა და რაღაცნაირად მართლა საოცარი და ძალიან ლაღი და კარგი ბავშვობა განსაკუთრებულია ეს ნათესავებთან ურთიერთობა ბებია ბაბუასთან განსაკუთრებული ურთიერთობა ეს არის რაც ავითარებს ბავშვებს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მოყვებათ მე მთელი წელი არა ეს თავისთავად ეხა ერთი სული მაქვს რომ ამათ ემოციებს დავაკვირდე რომ ჩავალთ სურამში ბაკური უკვე ჩემთვის ანუ რაღაცა სხვა გასართობი ეხა რომ ვამბობდით რომ ის სხვა და საოცარი ვიდეოები რომ ნახეთ ეს თითქოს უკვე მოვილია და ეს ჩემი ისტორია აღარ არის აწერო სხვა და კლუბში შევიდე და კოქტეილი დავლიო ნუ ყველაფერს აქვს თავისი მაინც ასაკიც და თავისი პლუსიც და მინუსიც უკვე რაღაცა კვლევები წავიკითხე რომ აი ბევრი წარმატებული ადამიანები რომლებიც აი ესე ბევრს მოგზაურობენ
ცხოვრობენ კიდევაც და ბევრი ისეთ ადგილებში ისვენებენ, უკვე უბრუნდებიან ფერმის კულტი ბრუნდება, იცით? აი ცდილობენ საკუთარი ფერმა ჩამოაყალიბონ. ბოსტანი ჩამოაყალიბონ, სადაც იმუშავებენ ბიოპროდუქტს. ეხლა უკვე ძალიან წამოვიდა ჯამთელი ცხოვრების წესი და სოფელიც ხო ერთგვარი ჯამთელი ცხოვრების ძალიან დიდი პროპაგანდა არის, აი ოპრა მაგალითად, ბექემები, დილით კვერცხებით იწყებს და ბექემი ხო, მეურნეობა თვითონაც ჯემს აკეთებს და ყიდის. მეგობრებს უმასპინძლებიან. მე მაგათი ბავშვობა და ბმა ამ ამბავთან არ ვიცი, მაგრამ ხომ ფაქტია, რომ ეს არის ყველაზე დიდი რელაქსაცია და ყველაზე დიდი დეტოქსიც არის ერთგვარი და ნანუ კაიცი რა მალე დრო მაგრამ შრომა არის და მინდა დაუბრუნდე ამ კითხვას, რომ აი ვისაც არ აქვს სოფელი, რა უნდა ქნას და რა რჩევას მისცემ აი ბავშვები და ბუნება. ერთადერთი რის რჩევაც მინდა რომ მივცე დედიკოებს და მამიკოებს ვისაც ყავთ მცირეწლოვანი ბავშვები, რომ ზღვაზე გთხოვთ არ წახვიდეთ. ანუ ზღვაზე გადავწყვიტე რომ წავსულიყავი შარშან, ახალ გაჩენილი კირათი, საქართველოში დრო დავა კონკრეტულად 2 წლის მინათი და 1 წლის იკათი და ანუ მართვის მზეზე ყოფნა არის ძალიან დიდი საშიშროება, ანუ რასაც სტრესი რომელსაც ვერ მიაყენებ, ანუ ზღვაზე ჩასვლას ვერ ვასწრებდი, რომ უკვე უნდა წამოვიყვანა დავანახებდი. რა თქმა უნდა, დავანახებდი ზღვას და უკვე ბავშვები მომყავდა, მე ეს სამი ბავშვი და მე მოდის ბევრი ვირუსი და არის ჩვენ ვირუსებს გადავრჩით, მაგრამ ანუ თვითონ მათი გასართობი ადგილი იყო, ანუ მზის გული, რომელსაც ვერ ვაჩერებდი, მე მომყავდა, მე სად უნდა წამეყვანა, ანუ ყველგან მზე იყო და რაღაცა ისეთი არის აუცილებელი მე მაგალითად აი ძალიან ვიწვალე ამ სამი მცირეწლოვანი ბავშვი შობელიც შეწუხდა მართლა ისეთ პოსტებს წერდი რომ ნახევარი საქართველოს ჩამოვიდა დასახმარებლად შევწუხდი კაი დინარეზე როცა ჩაკავს ამოდი ჩადი ხარ ესეთი დედა ხარ ანუ დინარეზე ბავშვი ჯერ საერთოდ არ ვიცი არ თითის არ ჩაუყვია და ამოდი ჩადი ვარ რა თქმა უნდა დინარეში ბავშვი როგორ ჩაუშვებია წყალში რო უნდა ჩავიდეს ძალიან კარგი შეხედე ჩავა და ერთ ბავშვზე სამი ხალი და კაცი იქნება მიმაგრებული მამამისე მივასკოჩავ გენაცვალოს ჩემი თავი და მთელი ოპერაციები ჩადი ამოდი მდიდარეს ნანუ გაგულო ბავშვი შევა წყალში და ეს წყნარად იჯდება სანაპიროზე მშობელი არის იჯდება მეც ვერ ვიჯდება და ნანუკა ყველა სიმშურს ისეთი მშობლის რომელიც მშვიდია და მშვიდად უყურებს ეს ცალკე თემა არის ამაზე კიდე ცალკე შეგვიძლია ვისაუბროთ კი ბატონო და საფხული მაინც ძალიან ისეთი არის არა მთელი წლები და მთელი ცხოვრება მე მოგონებები მოყვება და შევეცადოთ რომ ჩვენ შულებს ვაჩუქოთ ეს ბედნიერი მოგონებები არა დღევანდელ დღეს შეიცვალა გაჯეტებთან ძალიან ბევრ დროს ატარებენ სოფელში ყოფნა ესეც ხო არის ერთგვარი დეტოქსი რომ ეკრანებს მოშორდებიან ბავშვები არის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ აი გაჯეტებთან მისვლაც კი არ უნდებათ როდესაც არიან ისეთ სიტუაციაში სადაც ახალი გარემო ახალია ყველაფერი და თვითონაც თავის აღფრთოვანებას გამოხატავენ ერთი ძალიან კარგი რჩევის მოცემა მინდოდა და აუცილებლად ნახეთ ასაკობრივად გიწევს უკვე და ძალიან გჭირდება ძალიან მინდა და მეც აი კარგი რჩევა თუ გამახსენდება ცირეწლოვანი ბავშვების მშობლებს რას ურჩევდი საბოლოოდ და დავასრულოთ ჩვენი ეთერი როგორ გაატარონ ზაფხული შენ ხა მითხარი რომ აი ვისაც სოფელი არა უნდა ქდან და როგორ უნდა მოიქცნენ მე მაინც მთელი ჩემი გამოცდილებიდან ზღვის გამოცდილებითაც ვეთყვი რომ აი ადგილი სადაც არის კარგი ჰაერი სადაც გრილა სადაც ბავშვები არ გადახურდებიან არ შეწუხდებიან და იმ გარემოს აღქმაში დაეხმარებათ აი ესეთი კურორტები უნდა შევარჩიოთ და მართლა მეც ზუგდიდში ძალიან მინდა რომ ხვალვე წავიდე მაგრამ ძალიან ცხელია ზუგდიდი და ამიტომ 20 აგვისტოს შემდეგ ჩავალ იქ და მანამდე ვიქნები დიდი მადლობა და საქართველოში მართლაც განებიურებული ვართ უამრავი კურორტი გვაქვს არჩევანი არის ძალიან დიდი ძალიან მიყვარს ჩემ ქვეყანაშიც დასვენება დიდი მადლობა ბედნიერ ზაფხულს გისურვებ და ჯამთელ ზაფხულს გისურვებ შენი შვილიკოებით და მე დავემშვიდობები ჩემს მაყურებელს მომავალ სამშაბათამდე დიდი მადლობა